პირველ ნახევარში ჩვენი გადაცემის ვისაუბრეთ სულიერებაზე, ჩვენი სულის გაჯანსაღებაზე და ახლა ვისაუბრებთ არა ნაკლებ მნიშვნელოვანზე, ეს არის ჩვენი სხეულის და ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის მოვლაზე და გაჯანსაღებაზე და სხვათა შორის ამაში დღეს უკვე საბედნიეროდ ძალიან ხელს გვიწყობს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოც, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგ ცენტრები, რომელიც არის პირველ ყოვლისა და აქვე ვიტყვი, რომ ეს არის უფასო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჩაიტარონ სკრინინგი, თავის სხვადასხვა დაავადება აღმოაჩინონ, თუ ღმერთმა დაიფაროს და თუ არის, ან მოხდეს პრევენცია მათი და ყოველ შემთხვევაში იმ დროს ვუშველოთ ჩვენს თავს, როდესაც საშველი ჯერ კიდევ გვაქვს და არ დავაგვიანოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინაში, მე ძალიან მარტივად განმარტავ და ვამბობ ამის შესახებ, მაგრამ რეალურად ეს ასეა. დღეს სწორედ ჩვენი სტუმრები, რომლებიც მე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა წარმოგიდგინოთ, განსაკუთრებით მემაპატიებს ჩვენი მეორე სტუმარი, მაგრამ ბატონი დავით გაგუა, იმიტომ რომ მე განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს, ჩემი ქალიშვილი სწორედ მისი, ასე ვთქვათ, მოვლენილია ამ ქვეყანას და კიდევ ერთხელ არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო, მე არა მარტო ჩემი სახელით, არამედ ყველა იმ ათასობით და ათასობით ბავშვის სახელით, რომელიც სწორედ ცხოვრობს დღეს ბატონი დავითის დიდი ძალისხმევით. მოგესალმებით, მე წარმოგიდგენთ უკვე გითხარით, მე გინეკოლოგი ბატონი დავით გაგუა და ირაკლი ფურცელაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, თქვენი დროისთვის, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან დაკავებულები ხართ. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს სკრინინგზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და პირველ ყოვლისა დავიწყე ბატონო დავით თქვენთან საუბრით. მაინც მინდა კიდევ ერთხელ გავმარტოთ. ბევრს საუბრობენ ამაზე, მაგრამ მაინც რატომ არის აუცილებელი და რას მოიცავს კონკრეტულად აეხლა ეს პროგრამა, რომელზეც სასაუბროდას დღეს ჩვენ მოგიწვიეთ თქვენ. და რატომ არის ამის ჩატარება ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, ასეთი თბილი სიტყვებისათვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სკრინინგი ეს მედიცინის, თანამედროვე მედიცინის ძალიან ისეთი ინსტრუმენტია, როცა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა გამოკვლეული იქნეს მანამ, სანამ ის ავად გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამისათვის, იმიტომ რომ არა მარტო სახელმწიფოს დანახარჯები, პაციენტი როცა ავად გახდება, მას აქვს ძალიან დიდი სულიერი, მორალური, ფიზიკური დატვირთვა, იმიტომ რომ მატერიალურადაც ოჯახის წევრების და ის უკვე ვეღარ არის სრულყოფილი ადამიანი. როცა ამის პრევენცია არის ზუსტად ეს სკრინინგი. სკრინინგის დროს აღმოჩენილი დაავადებები არის ადრეულ სტადიაზე. ჯერ კიდევ სადამ გავხდარა ავად პაციენტი, ადამიანი. ეს არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ მართვადი გვაქვს ჩვენი ჯანმრთელობა და არა ავადმყოფებისგან ვართ მართვადი ჩვენ თვითონ. ადამიანი თავის თავს მარტო არ ეკუთვნის, ის ოჯახის წევრებსაც ეკუთვნის და მას ყველა სჭირდება, რომ ოჯახის წევრიც იყოს ჯანმრთელი და მასზე ზრუნვა ამით გამოვლინდეს. ამიტომაც არის ადრეულ სტადიაზე ამის მნიშვნელოვანი ეს სკრინინგი. ხოლო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ალბათ თქვენ კიდე შეეხებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე კომპონენტი იყოს ჩართული. ვაქცინაცია კიდევ უფრო აგვაცილებს იმ დაავადებების წარმოშობას და განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. მაგალითად, ჩვენ ვილაპარაკებთ როგორც ძუძის კიბოზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე, რომლებიც ჯერ ნულოვან სტადიაშია, ჯერ სიმპტომები არ აქვთ და შეიძლება გამოჩნდეს მაშინ, როცა ჩვენ სკრინინგზე იქნეს ის ადამიანი, როცა ჯანმრთელად გრძნობს თავს, მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. ის ხანგრძლივობა გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, უფრო ხალისიანი და კარგი ექნება, ანუ ხარისხიანი ცხოვრება ექნება. ლაპარაკი არის, რომ ძალიან ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია. მაგალითად, ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც 70%-ზე მეტი იწვევს საშვილოსნო სყელის კიბოს. მისი ერთ-ერთი პრევენცია არის ზუსტად აცრა. და როდის უნდა დავიწყოთ ეს აცრა? უნდა დავიწყოთ 9-14 წლის ასაკში. პირველი აცრა არის, როცა ჩვენ ორჯერადად ავცრით. ხოლო უკვე 15 წლის ზემოთ უკვე სამჯერადი აცრა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქოს საშვილოსნო სყელის კიბო მარტო ქალებს აქვთ, მაგრამ ბიჭუნებიც რო ავცრათ.
იმიტომ რომ ეს სქესობრივად გადამდები არის და ზუსტად ეს ვირუსი ძალიან ვერაგი ვირუსი არის, რომელსაც შეიძლება არ ქონდეს გამოვლინება მთელი ცხოვრების მანძილზე და უცბად გამოვლინდეს ონკოლოგიური დაავადებით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ეს მედიცინის ძალიან დიდი წარმატება არის. ვაქცინაცია პლუს სკრინინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დაგიბრუნდებით ბატონო დავით, იცით რა, თქვენ ახლა საუბრობდით და ძალიან სწორად. ალბათ მოსახლეობა სწორედ აი ამ სკრინინგის პროგრამებით სხვადასხვა უნდა მივაჩვიოთ ყველაზე მნიშვნელოვანს. ეს არის კულტურას. ეს უნდა იყოს ჩვენი კულტურის ნაწილი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმოწმოთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული, სწორედ იმის გამო, რაზედაც ახლა ბატონი დავით საუბრობდა. როგორ ვუწყობთ ჩვენ ამაში ხელს? რა საშუალებები გვაქვს დღეს იმისათვის, და ახლა რეგიონებში ტარდება უკვე დიდი ხანია სკრინინგ პროგრამები მუშაობს და მე ხა კონკრეტულად ამაზე მინდა ვისაუბრო, დავიწყოთ საუბარი, რომ არა მარტო თბილისშია ეს ცენტრები და დიდი ხანია თქვა დიდ ქალაქებში, არამედ მობილური გახდა ეს პროგრამა, როგორც მე ვხვდები. აი რა უფრო კონკრეტულად სად მივდივართ და რაზე შეგვიძლია ჩვენ რომ ამ შემთხვევაში მოვახდინოთ პრევენცია ჩვენი დაავადებების. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ასე დიდი ინტერესი არის ამ თემისადმი. ბატონმა დავით ვაწყინვალეთ აღნიშნა, რომ ადრეული სკრინინგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტული ციფრებით რომ შევავსოთ, ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევაში ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ეს გვაძლევს 95-98%-იან დადებით შედეგს მკურნალობაში, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ფაქტიურად 100% არის დადებითი შედეგი. და რასაკვირველია, სწორედ უსიმპტომოდ, როდესაც მიმდინარეობს პროცესი, ეს არის დიდი პრობლემა. ანუ თავს, როდესაც კარგად გრძნობთ სკრინინგი, მაშინ არის ეფექტური, რომ ჩავიტაროთ და გამოვავლინოთ, თორე როდესაც უკვე ნიშნები არის, ეს ნიშნავს, რომ უკვე პროცესი წასულია და მერე უკვე დანახარჯები იზრდება, ეფექტურობა მცირდება და შენარჩუნება ადამიანების სიცოცხლეების ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება უშუალოდ სკრინინგს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში სკრინინგი მუდმივად მიმდინარეობს, სახელმწიფო პროგრამა ამას ფარავს და ეს უფასოა. უფასო, ძალიან მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ უფასო არ გულისხმობს ან დაბალ ხარისხს ან ასე შემდეგ, მას საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს, რომ პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეს უფასო. ანუ სახელმწიფო ფარავს ამ ღირებულებას. უფასო, დიახ. და როდესაც ჩვენ ნახეთ გარკვეული სტატისტიკა, აღმოვაჩინეთ, რომ დაუშვათ თბილისში მოცვის მაჩვენებელი ბევრად მაღალია ვიდრე რეგიონებში. შესაბამისად დავგეგმეთ ეს უპრეცედენტო მაღალტექნოლოგიური სკრინინგ კამპანია, რომელიც მოიცავს 54 მუნიციპალიტეტს, ფაქტიურად 354 სკრინინგი ჩატარდება, ერთდროულად 2-3 ქალაქში იქნება, სხვადასხვა ქალაქებში ეს გაშლილი და ჩვენ ამით შევძელით, რომ მიგვიახლოვებინა მოსახლეობისთვის სკრინინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს თავის მხრივ მამოგრაფს, მამომობილის მეშვეობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩატარდება, ასევე ჩატარდება B, C ჰეპატიტის სკრინინგი, HIV ინფექცია, შიცი, კოლორექტული კიბო და პროსტატის კიბო მამაკაცებში, ასევე სხვადასხვა წნევის გაზომვებსაც ვაკეთებთ, რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე გაკეთდეს და ამის სკრინინგიც ჩავატაროთ. ანუ ეხლა მაინც მინდა დავაზუსტოთ სწორედ მოსახლეობისთვის. მათ შეუძლიათ მოვიდნენ და გაიკეთონ ეხოსკოპია, ეგრეთ წოდებული, მარტივად რომ ვთქვათ, ეს შედის ერთ-ერთი და სხვა ტიპის, ვთქვათ, უფრო კვლევა თუ კეთდება სკრინინგის. აი იგივე ვთქვათ, პაპ ტესტები და ასე შემდეგ, რომელიც კიდევ რაღაცებს ავლენს ხოლმე, თუ ეს არ შედის სკრინინგში. კი, გასაკვირია, ნახეთ, მამოგრაფი, ანუ მამომობილი, ეგრეთ წოდებული მამომობილი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს 3 ერთეული ყავს და მაქსიმალური დატვირთვით ვიყენებთ ჩვენ, მამოგრაფის გადაღება ხდება, შემდგომ საჭიროების შემთხვევაში ეკოსკოპია, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და მისი სკრინინგის კუთხით რასაკვირველია, ეს ტესტები კეთდება და მერე იგზავნება თბილისში და პასუხიდან გამომდინარე მთელი რიგი მიმართულებები. ანუ ტესტებიც კეთდება. კი, რასაკვირველია. აუცილებლად მინდა შევეხო ასაკობრივ ჯგუფს, ვის შეუძლია რომ ეს სკრინინგი ჩაიტაროს.
ჩვენი ასე ვთქვათ სკრინინგ ასაკობრივი სკრინინგ ჯგუფები სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სკრინინგ ასაკობრივ სკრინინგ ჯგუფებთან. კერძოდ დავკონკრეტდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში ეს არის ასაკი არის 40-დან 70 წლამდე 70 წლის ჩათვლით ქალბატონები და სასურველია რომ სკრინინგი ჩატარდეს 2 წელიწადში ერთხელ. რაც შეეხება საშუალოსნო სყელის კიბოს სკრინინგს, აქ ასაკი არის 25-დან 60 წლამდე, თუმცა აი 25-დან 30 წლამდე არის 3 წელიწადში ერთხელ ამის საჭიროება, ხოლო შემდგომ 30-დან 60 წლამდე უკვე 5 წელიწადში ერთხელ. კოლორექტული კიბოს სკრინინგს რაც შეეხება, ეს ორივე სქესის ასე ვთქვათ მოქალაქეებში ტარდება 50-დან 70 წლამდე ასაკში 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო პროსტატის კიბოს სკრინინგი ეს არის 50-70 წელი მამაკაცებში სასურველია წელიწადში ერთხელ. ხოლო რაც შეეხება B, C და HIV ინფექციაშიც, აქ მთავარია იყოს ასე სრულწლოვანი 18 წელს ზევით და 6 თვეში ერთხელ არის სასურველი რომ ვაკონტროლოთ ეს მიმართულება. მარტივია ძალიან, მხოლოდ პირადობა უნდა გქონდეს თან მოქალაქეს. სხვა არაფერი ესეთი განსაკუთრებული საჭიროება არ არის. ბატონ დავით, დაუბრუნდები მაინც այդ თქვენს მიმართულებას პირველ ყოვლისა და აი ამ ვაქცინაციას და სკრინინგსაც. ეს ჩვენ ვთქვით რომ თქვათ აი ეს აცრები ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულ ასაკში, რომელიც აი ბევრი კითხვა მოდის ხოლმე და მეც მესმის ხოლმე რომ თუ გეყოლებათ აუცილებლად კითხეთ აი ამ სპეციალისტებს. შემდგომ ეტაპზე, მაგალითად უკვე ზრდასრული როდესაც არის ამ ვაქცინაციას თუნდაც აი პაპილომავირუსზე აქვს რაიმე ეფექტი და შედეგი, თქვათ 40-ზე მოთ რო გაიკეთოს ვინმე ანუ 50 წლისა და არის ეს ეფექტური თუ არ არის და საჭიროა თუ არა რომ გაიკეთონ, იმიტომ რომ მოქმედებს ეს ვაქცინა ამ ასაკშიც. რა თქმა უნდა, პრევენციას კურნალობა არ არის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა თქმა უნდა, ის უკეთესია, რაც ადრე დაიწყება, მით უმეტეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, მაგრამ ის ნებისმიერ ასაკში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მარტო პაპილომავირუსზე არ ვსაუბრობთ. ნებისმიერი სკრინინგულის ავლენს სხვადასხვა დაავადებას, ხომ? მათ შორის მამაკაცებში და ის, მაგრამ მე მინდა შევეხო იცით როგორ თემას. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან. მე მაგალითისთვის მოყვები. ვთქვათ, ჩემ კაბინეტში პაციენტთან მაქვს საუბარი, დახვდება ბიდის ვაქცინაციას და სანამ ჩემი კაბინეტიდან ვაქცინაციის კაბინეტამდე მიბრძანდება ქალბატონი, მანამდე უკვე ვიღაცა მასზე ზემოქმედება იმასკდა. ჩვენ პირიქით ერთმანეთზე ზრუნვა უნდა გამოვიჩინოთ. მე ქრევს და მეუღლებს მოუწოდებ, რომ ერთმანეთი უნდა შეავსონ და უნდა მოუწოდონ, რომ გაიკეთონ სკრინინგი, ჩაიტარონ ვაქცინაცია და საერთოდ თავიანთ ჯანმრთელობაზე ისრულონ. მათ ტკბილი სიბერი ექნებათ, ავად არ გახდებიან და ასე შემდეგ. და არ უნდა დაუჯერონ ვიღაცა ანტივაქსერებს. ძალიან ბევრი რომ არის ასეთი. ძალიან ბევრია. სხვადასხვა აქ თავარი არის ერთმანეთზე ზრუნვა გამოვიჩინოთ და სპეციალისტებს მივანდოთ ეს. ორივეს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ნებისმიერი პროგრამა, რომელიც შეეშვება არის აი როგორც ბატონი დავითია, ასეთი მასშტაბის პროფესიონალების ჩართულობით. შეიძლება ძალიან დილეტანტურ კითხვას ვსვამ, მაგრამ აი მაგალითისთვის ახალგაზრდავდება სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაავადება და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებები, მათ შორის ძუძუს და მათ შორის საშუალოსნო სყელის. როდესაც დადგენილი გვაქვს ზღვარი ასაკობრივი, ეს არის გარკვეული შეთანხმება კვლევების შედეგად თუ ხო არ არის ფიქრი იმაზე, რომ ცოტა გადმოიწიოს მაინც ასაკმა, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ სამწუხაროდ ხშირად გვხვდება თუნდაც ის დაავადებები, რომლებიც ჩემს ბავშვობაში ძალიან ღრმა მოხუცებულს თუ დაემართებოდა და ისიც იშვიათად, ეხლა გახდა 20-25 წლის ასაკიდან. ანუ როგორ ხდება ამისი დიფერენცირება და შეთანხმება რაზე და რა ასაკში შეიძლება იყოს? როგორც აღნიშნე, ფაქტობრივად ყოველწლიურად სახელმწიფო პროგრამას ანამ ესე იგი დამტკიცდება მომავალი წლის სახელმწიფო პროგრამა, ჩვენ მთელ სტატისტიკას ვნახულობთ, თუ აანალიზებთ და ამავდროულად ჯანმოს რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, ასე რომ მთელი შემთხვევაში ეს ასაკები გაზრდილია. წინა წლებში ბევრად მჭიდრო იყო, ეხლა დამატებულია, მაგალითად, იგივე ძუძუს კიბოს სკრინინგი, როგორც თქვით, საშუალოსნო სყელის კიბოს სკრინინგი, ანუ იზრდება სამწუხაროდ
ვიწევს ამ ასე ვთქვათ აუყვეთ ამ მოთხოვნებს. აქვე მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოვლენა ადრეული გვაძლევს ძალიან დიდ შედეგს. წეღანმე ციფრებშიც აღვნიშნე და ეხლა საკმაოდ მოცულობითი არის ეს სკრინინგ აქცია. 16 მარტს დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება. ფაქტობრივად 8 თვის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. დიახ. და გვაქვს ჩვენი სამიზნე ასე ვთქვათ ინდიკატორები, რომლის მიღწევაც გვინდა და ჯამურად ყველა ამ სკრინინგის ფარგლებში, რეგიონებში ჩვენ უნდა მივიღოთ დაახლოებით 90,000 დამატებითი სკრინინგი, რომელიც ვერ გაკეთდებოდა თუ ჩვენ ასე ვთქვათ ამ სერვისს მაქსიმალურად არ მივაახლოვებდით მათთან გეოგრაფიულად და უშუალო ძუძუსკიბოს ნაწილში ჩვენ ვარაუდობთ 17,000 დამატებით ახალ სკრინინგს მამოგრაფიის საშუალებით, ხოლო თუ იმ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რაც უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში გამოვლენას ახლავს თან, ეს არის დაახლოებით 100 გადარჩენილი სიცოცხლე. ეს არაჩვეულებრივი. ხოთაშორის აი ხო უცებ გამახსენდა ალბათ დამატებითი რაღაც შეიძლება იყოს საჭირო თქვენგან ისიც, მაგრამ მაგალითად იგივე ქალბატონებში საკვერცხის კიბო ძალიან აქტუალურია და მისი გამოვლენაც ადრეულ ასაკში ალბათ ეს იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთ მეორე თუ მესამე ადგილზე არის თქვა ამ ავადობასთან მიმართებაში. ანუ ბევრი დაავადება კიდე რომელიც თანდათანობით ალბათ ეტაპობრივად ეს პროგრამები ჩაეშვება. მე ვფიქრობ, რომ მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ძალიან გთხოვთ, მე ჩემი თხოვნა რა არის, მართლაც სადაც ახლა ჩვენი ძვირფასი სტუმრების საუბრობდნენ, საკუთარ თავს და საკუთარი ოჯახის წევრებს უნდა ვცეთ პატივი სწორედ იმით, რომ არაფერი დაახლოებით 15-20 წუთი თუ 1 საათი დავუთმოთ იმას, რომ მივიდეთ, არანაირი ხარჯი არ აქვს, წავიღოთ პირადობის მოწმობა და უთხრათ, ნახე, შენი ჭირიმე ჯანმრთელი ვარ თუ არა ვარ და თუ რამე ჭირს, მოეხლავე ვუშველი ამ ყველაფერს. იქაც ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რითაც შეგვიძლია ღმერთმა გვაშოროს და რაიმეს თუ აღმოგვაჩნდა მიხედოთ საკუთარ თავს. ეს არის ელემენტარულად პატივისცემა, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა გარშემო მყოფისა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ერთია ავად რომ არის ადამიანი და ცუდად არის, ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მისი ყველა ოჯახის წევრი, რომელიც ხდება მომვლელი, შემდგომ და მზრუნველი ამ ავადმყოფი ადამიანისა. ეს ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობაა და ნუ მივიყვანთ ნუ საკუთარ თავს და ნუ ჩვენს ოჯახებს, ნუ ავკიდებთ იმ მძიმე ტვირთს იმის გამო, რომ ჩვენ თავქარიანად ერთ დროს არ მივაქციეთ ყურადღება და მე ვაიძულებთ ჩვენ ოჯახის წევრებს, რომ ახლა აწი უნდა მომხედო, შენც ექიმაც გაყიდო სახლი, კარი იმისათვის, რომ მე გადამარჩინო. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდაქტიკა, არ არის შეგონება, ეს არის უბრალოდ თხოვნა იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ პატივი ვცეთ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას. უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, თქვენი დროისთვის, სამწუხაროდ დიდი დრო არ აგვაქვს, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე არაერთხელ ვისაუბრებთ კიდევ. ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით, დაგველოდეთ.